მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა უჩვეულო დაწყება გვაქვს მოდკასტის. პირდაპირ დამჯდარი ვიწყებთ, იმიტომ რომ ჯერ დაგვაგვიანდა აქ მოსვლა და მზის ჩასვლასთან დაკავშირებით გვინდა რომ მე აქედან წავიდეთ და მზის ჩასვლა გადავიღოთ. ჩვენი სტუმარი არის გროტესკა გოჩა. რა ვახარ ზმაო? კეთილი იყო შენი ფეხი. გაიხარა გადაცემაში. უკვე მეორედ. ყვები მაგას? კი, უკვე. ფიასკოს ყვები. კი. ფეილი. ერთი ეპიზოდი გადაღებული გვაქვს უკვე მე და გოჩას, მაგრამ ხმა დაიკარგა. ესეთებიც ხდება, რა ვქნათ. უნდა გვაპატიო. ხდება ხოლმე. ბოდიში ბრატ. ყელი ჩავიკოკლოდინოთ ხელით, რომელიც სხვათა შორის მეგობრებო, ჩემი სპონსორია. აქ უკვე აპლოდისმენტები დაედება. დიახ, არ მოგესმათ. სპონსორი ყავს უკვე ჩვენს არხს. Hell Energy. წინა ვიდეოში ვისაც გაქვთ ნანახი, კემპინგის ნახავდით, რომ იქ თქვენმა ძალიან მომეწონათ ხო და არც აციეს, არც აცხელეს და შემოვიდნენ მეგობრობაში. გაგვიმარჯ. რა შეეხება მოტოციკლებს, რითიც მობრძანდი ბატონო გოჩა? მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. კი ბატონო. ეხა პირდაპირ დავთხოვთ გახურებული თემით რა. დაიწყე. ხო, პირველ რიგში წარდგენას გავაკეთებ, ვინც არ იცნობს, თუ ვინმე არის ეგეთი, გოჩა არის MC, რეპერი, ჰიპ-ჰოპერი, DJ, სკრეჩერი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ ნამდვილი ტექნიკა და ნამდვილი აი ინსტრუმენტად რო აღვიქო. გამოყენება მასე ხდება ხო? ან ვინილს, ან CDJ-ს ინსტრუმენტად როცა აღვიქო, არის სულ სკრეჩინგი და ჩემი ის არის, რა ქვია, სუსტი წერტილი, იმიტომ რომ მე მაგაში პრაქტიკა არ მაქვს. შენ ის არის, ხო? რომანტიზმი გაგაჩნია მის. ხო, იმიტომ რომ პრაქტიკა არ მაქვს საერთოდ. შეგიძლია მოხვიდე ჩემთან სტუდიაში და რავი, ყველა შენ კითხვას ვეცდები რომ პასუხი დამატრენინგებ. ბიჭო, ხო, შენ ხა სავარაუდოდ ჩემზე ბევრად მაგარი ყური გაქვს რა, მუსიკის თვალსაზრისით, მაგრამ მე ისეთი ლაიფჰაკები ვიცი, რაც პროსტა სხვა, შეიძლება სხვა ინსტრუმენტზეც გამოგადგეს რა. ყურზე საერთოდ არ არის აქ ხელის ტექნიკა. ხო, იმენა ლაიფჰაკები ვიცი რა, პირდაპირ გეტყვი რა, რაღაც იმის გამო რომ მაგ ინსტრუმენტს სხვანაირად სწავლობ, სხვანაირად რა, არა კონსერვატიულად ასე ვთქვათ რა, ხა გიტარის სახელმძღვანელოები, დრამის ყველაფერი, ინფორმაცია არის რა, სკოლებია და უმაღლესია და შვიდწლედია და რაღაცეები და დიჯეინგი იმის გამო რომ შედარებით ახალია სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან განსხვავებით რა. ყველა თვითნასწავლია და ისა და ესა, მაგრამ აი ჯაზივითაა რა, აი 100 წლის წინ რო ჯაზს ვერ ისწავლიდი, მაგრამ დღეს რო ჩააბარებ და გასწავლიან, ეგრეა დიჯეინგი რა, ძალიან ვითარდება, ვაფშე კოსმოსში გადის ვაფშე. სადღაც დაძვრები და შეჯიბრებებზე და თელამბებზე გამოდიხარ როგორც. გამოსვლით არა, მაგრამ ჩავდიოდი რა საზღვარგარეთ და ჯემ სეშენებში უფრო რა, ჯემ სეშენებში და ბატლზე არასოდეს არ ყოფილა როგორც ეგეთი, იმიტომ რომ სულ მეგონა რომ მეთქი აი იქ ფირმა ამერიკელები ვიღაცები მაგრები არიან. მე ჩავედი მივხვდი რომ ისეთი მაგრებიც არ არიან რა. ხო არა, როგორ არიან, პროსტა როგორ არის, ცი აი საქართველოში რო აიღოს საშუალოდ, საშუალო სტატისტიკური მუსიკოსია და უშუალოდ დრამერი ან გიტარისტი ან ვოკალისტი, ხო? უფრო საშუალო დონე ბევრად მაღალია რა. იმიტომ რომ იქ რო 100 კაცი მოდის რაღაც შეჯიბრზე ან ბატლზე ან რაღაცაში რა, იმასში აი ნახევარფინალამდე სანამ არ მივა საქმე, დიდათ ვერავინ ვერ გაგაოცებს. აი ნახევარფინალები მერე ბაზარი არა, სასწაულებს ინახავენ მაგისტრის რა. შეიძლება ტიპმა ერთი სამწუთიანი რუტინა მთელი წელი ამუშავა. მთელი წელი აკეთა რომ ხარ და ეგ არის. ეგ გასაგებია, ასე თუ ისე და თავარი თემა ჩემთვის ეგ მაინც არ არის დღესდღეობით. ბიჭო, ვეცადე, მაგრამ ხო, აი ძალიან წაიყვანა იქეთ რომ რაღაცა ამ თემაზე არ გადმოსულიყო, მაგრამ რატო პრინციპში რა გაქვს დასამალი? მე არაფერი, ასე შენ არაფერი. აი, კაი თორით ვირო შენ არაფერი. ბიჭო, ჩვენთან ძალიან წამოიწია ეგ კულტურა ბეტლ რეპი და რაღაცა ვერსუსები და მთელი ამბები და ბოლოს შენ იყავი ნიკისთან ბეტლში. სადაც საზოგადოების აზრი გაიყო, ვერ იტყვი. მე პირიქ შეიტყვი. ხო. ცხოვრებაში ერთხელ შეიტყვი, არჩევნები მოვიგე შეძლო. ხო, იმენა საზოგადოების აზრი არ გაიყო და ყველა ვიცოდით რომ მოიგე, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ ვერ თუ არ მოიგე თუ არ მოგცეს მოგება თუ რაღაცა იყო. ეგ ამბავი როგორ იყო დაახლოებით მაინც რამდენის უფლებასაც ვიცებ თავს რომ ბიჭო მე როგორ არის ცი რო გავდიოდი რაღაც მომენტში გულისიღრმეში ვიცოდი რომ შეიძლება ჩემკენ არ იყოს სიმპათია რა. ეგ ეხა როცა ბატლია. არა, ხო, მაგრამ მე იმიტომ გავედი რომ ანუ რა პონჩი გავედი, იცი რომ
ვიცოდი რომ ისეთ რაღაცას ვამზადებ, რომ ანუ ხალხს ვეღარ მოატყუებ რა, ეხა აგიხსნი რა. ჩვენ რომ დავიწყეთ კამანდამ 2014-ში და იქამდე ვინც ვაფშე YouTube-ამდე დაიწყო რაღაცეები რა. ანუ სამორის ხო იცნობ? კი. ხო და მე და სამორის რა, აი პატარები რო ვიყავით 17-18-ის ისეთი გაჭედილი გქონდა, რომ დიღმის მასივში გავიგე, ჩერეს და დიდი ხომში ვიღაცა რეპავს. და მეთქი რას იძახი და ხო ჩემიც მაგაცები რეპავენ. რომელ იძახი დაახლოებით? რავი 2000 ჯანდაბა, არ ვიცი რა. შეიძლება 7, 6, 8 რაღაც ეგეთი რა და რო გავიგეთ რომ დიდი ხომში მე თან მე ამ ტიპს ვკითხე რა, ხოლმე ხარ მეთქი რეპავენ, ანუ ფრისტაილობენ თუ უბრალოდ ტრეკებს? არა ფრისტაილობენო. მეთქი ბატლაობენო. მეთქი და მარშრუტკას დავახტით და დიდი ხომში მე და სამორი წარმოგვიდგინე ახლა ჩვენ დიდი ხომში 2007 წელს ორი გორილა დავდივართ უბან და ვეკითხებით კამანდას აქ ვინმე ხო რეპავს თქო ანუ ეგ მენტალობა გქონდა გარეკილი გქონდა მაგაზე რა გაჭედილი გქონდა რა რო გავედი ანუ ბატლისის რო ვემზადებოდი მე ვიცოდი რომ ეს ახლა დღეს სხვა დროა და ხალხს ვერაფერს ვეღარ გამოაპარებ ანუ просто სმენელი ნიშნულობა აღარ ქონდა ამის თქმა გინდა რომ ნიშნულობა აღარ ქონდა ჟიური რა სიტყვის ასე ვთქვი ბიჭ არა მაგაზეც არაა ნახე ახალი რეპერების თაობა რო გაიზარდა თან გაიზარდა ახალი მსმენელის თაობაც დონემაც აიწია და შეგნებამაც იასნია ვაფშე ძალიან ხო და რა მოხდა ბოლო-ბოლო რატო არიდებ მაგ შეკითხვას რა არ ვიცი რა მოხდა მანდ არიყავი ვიდეოდებს რა სიტყვებს მიეცი მნიშვნელობაო და მე დავფიქრი რომ როგორ დავწერო ტექსტი რომ მნიშვნელობის გარეშე იყოს სიტყვები მაგრამ არ გამომივიდა არ ვიცი რა რაღაცა მაქვს ასწავლი ესე იგი არ ვიცი ანუ უმნიშვნელო სიტყვების რა ხაროხი იყო აი მოდი შევეშოთ ხო არ ვიცით შევეშოთ გავყვეთ მაგ დღეს გავყვეთ რა და მაინდა-მაინც არ არის ხა ბეტლზე საუბარი მაგრამ აი მაგ ლოკაციას გავყვეთ და მან სიტუაციას გავყვეთ რა მოხდა ოფენეარზე ბიჭო ნახე მე რო ვიცოდი რომ ღამის პირველ საათზე ბატლაობ ნუ მოვედით 11-12-ზე და მანდ უკვე რაღაცები მოხდა და შესაბამისად მაგაშიც მაგარი არაკომპეტენტური ვარ ნუ როგორც მე მივხვდი შიდა პოლიტიკაში რაღაცა ვერ გაიყო კამანდამ სუფთა ჯიგრულად ქართულად რა ოფენეარსა და პივპის შორის ორგანიზატორებს შორის ხო და ეგ მართლა არ ვიცი იმიტომ რომ მე რომ მოვედი უკვე ქაოსი და პანიკა იყო და დაჟე მეგონა რომ რაღაც პონჩი გადაიდებოდა ჩემი ბატონი იმიტომ რომ დილის 4-ზე თუ 5-ზე ჩატარდა 12 პირველის მაგივრად ოკეი ხო ანუ იმენა ესე ვიჯექი და 1-4 საათი აუ მეთქი ჩემი იმენა ხოაზე ხარ რა ოღონდ ეხლა სახში არ გამაფუნცულონ მეთქი ანუ ნამუშევარი ნაწერი რაღაცა ნაზეპირე ხო რა და დუხზე ხარ რა და თან ანუ იმენა მინდა რა რომ ვანახო კამანდას და ხალხი მწერს და იქ რომ გავიჩითე ვაფშე ანუ ისიც არ მეგონა რომ ვიცოდი რომ ეხა რომ რა ცოდნა მაგას უნდა რომ ხალხს ძალიან ევასება ეგ პროექტი და ეგ თემა ეგ კულტურა მაგრამ არ მეგონა თუ ისე მექნებოდა საქმე რომ კარჩი ხალხში ვერ გავდიოდი რატო? იმიტომ რომ 1500 კაცი εδრულად მელაპარაკებოდა. მაიკლ ჯექსონი გეგონა თავი, ხო? ხო, ბიჭო. გროტესკ. ბიჭო, ანუ მართლა მეთქი მეთქი სადმე ოფისში ვიმუშავებ მეთქი, ანუ მართლა ანუ ფიზიკურად ვერაუდიოდი, ანუ სად არ ვიყავი მაგისთვის რა, პირდაპირ გეტყვი. ბაზარი არა ვიღაცა ანუ რენდომ ადამიანი ვინც მაგ კულტურაში ყოველთვის მოდის, რაღაცას მელაპარაკება, ძალიან სასიამოვნოა რა ყოველთვის, რომ ისეთი დროა, რომ ისეთ რაღაცებს მეუბნებიან ჩვენს შესახებ რაზეც ჩვენ არ გვიფიქრია, მაგრამ ეგ ეგრეა, რომ სიმართლეს აი ეს იქ რაღაცა რომ მოხდა იმან მოიტანა წეღარას საბობდი, რომ ბევრი ახალი წამოვიდა ბავშვები დაინტერესდნენ და მეინსტრიმი გახდა. შეგვიძლია თამამად ყველაფერი კარგი უნდა გახდეს მეინსტრიმი. ანუ შენ თუ კარგი პროდუქტი გაქვს და მეინსტრიმი ვერ გახდი, ესე იგი რაღაცა თლად კარგი არ არის. კარგი, ან ზედმეტად ანდერგრაუნდისკენ ეკაჩები და ეგ არის. ბიჭო რა მნიშვნელობა აქვს? რამდენიც არ უნდა ეკაჩვამ ანდერგრაუნდისკენ, თუ კარგია, ცნობილია. ანუ ნახე თუფაქს ჰქონდა ქუჩური სიმღერები. რაღაცა შავკანიანების გაჭირების შესახებ, მაგრამ იმის გამო რომ კარგი ლეიბლის გარეშეც, ლეიბლის გარეშეც იმის გამო რომ ტიპს ჰქონდა კარგი სიმღერები, ის გახდა ცნობილი. კი. ანუ ლეიბლს რამდენიც არ უნდა ემუშავა, კარგი პროდუქტის გარეშე ვერ გახდებოდა ცნობილი. ხო, მაგრამ ის ძალიან რომ ბევრი კარგი პროდუქტი არსებობს, რომელიც მეინსტრიმი არ არის. იმიტომ რომ სწორად ვერ ემუშავეს როგორც ბრენდზე. ჯერ. ხო, მაგრამ სადღაც შეიძლება გავარდეს. კაი, ბეტლ კულტურა ვახსენეთ და ის ძველი დრო გაიხსენე. მაინტერესებს შენი თვალით დანახული როგორ იწყებოდა ეგ ყველაფერი. ეხლა მე ქუთაისში შურიკათი დაიწყო ჩემთვის, ჯერ კიდე როდის, აი სკოლას ვაცდენდი და
იმაში სტუდიაში დავდიოდი ბიჭებთან ორფეისში. ბიჭო, აი შურიკაზე კაკრას უნდა მეთქვა, რომ მე არ მქონდა იმის საშუალება, რომ გამეცნა ადამიანი. ანუ შენახვედრი ვარ და გამარჯობა გაგიმარჯოს, მაგრამ ეგრეთ თქვენაირად არ ვიცნობდი რა, მაგრამ მე რას მომღვამებდი, იცი, რომ ჩემი თაობა კამანდის როგორი ტიპები ვიყავით, იცი? აი შურიკაზე ხო ბევრად პატარები ვიყავით. მაგრამ რაღაცებისთვის უკვე ისეთ ასაკში ვიყავით, რო იცნობდე, აი ვერაზოს ვერ იგზნობდი, რომ პატარა იყავი იმას. ხო, მე გეუბნები დვიჟენის ფონში და ლაპარაკებოდი. ბაზარი არა. სკოლის მოსწავლე ბავშვი ხარ, მიჭერდა რომ მოვიდეს სტუდიაში. აი მე ვერ დაველაპარაკები. ჯერონიმო რო გავიცანი, ეგ ვიგზენი ზუსტად. ანუ ჯერონიმო რო გავიცანი, ჯერონიმო. აი შენაირებზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა ვიღაცა. ცოტა ხანში, 5 წუთი და მოვალთ შენამდეც. ხო და რას ვამბობდი, ჯერ რო გავიცანი, ეგ ვიგზენი, იმიტომ რომ ჩვენმა საერთო მეგობარმა გაგვაცნო და რომ მიკითხა რომ რეპავთო რაღაცა, ოკეი მეთქი და ძმანკაცები მყავსო რეპერებიო, მოდითა სტუდიაშიო რა. და ანუ წარმოიდგინეთ ცხოვრებაში მიკროფონი ჯერ ლაივში ნანახი არ მაქვს. და გამაცნეს ჯერო რომლის სიმღერებს უკვე უსმენ 1-5 წელია კასეტაზე მაქვს რა. და აი ვაფშე ვერ ვიგზენი რაღაც ისეთი რაღაცა, რომ აი ჩვენ ბავშვები ვართ და მე მაგარი როჟა ვარ. მე გეფლექსაო გინდა? ქუთაისში ოპერაში იქნებოდა თუ სადაც იქნებოდა ბიჭების კონცერტი, ძებნილების და შურიკას და კიდე ბევრის ბუმი იყო მაშინ ძმაო, ყველა რეპერი იყო, რა ვიცი, ყველა მეორე. კასეტებზე მქონდა, ჯეორებს სამი. ყოველთვის ვიყავი ბექსტეიჯზე. მე უკანა შესასვლელიდან იქ ოპერაში საკაიფოდ კი. ასნია, მაგრამ აი, ნუ ისა ეგ გასაგებია, მაგრამ აი მე მაინტერესებს კანატკის პერიოდი რა. შენი თვალით დანახული ეგ ამბავი, იმიტომ რომ მე მაგ დროს თბილისში მაგ საზოგადოებაში არ ვდიჟენიობდი. მაშინ გევახსოვრება, არ გევახსოვრება ისე მაინც გეცოდინება, რომ მე უფრო მეტალისტებში და რაღაცა სხვა ანდეგრაუნდში მოძრაობდი მაშინ. სხვა სუბკულტურაში. მაგრამ კი წამოვედი ქუთაისიდან მაგ ხალხიდან, მაგრამ ახოდო იქ რობიც იყო, გოგაც იყო. წამოხვიდე ქუთაისიდან. არა, ქუთაისი არ დამტოვებს მაო. ხო და მე სხვაგან მოძრაობდი და მან და არ ვიჩითებოდი რა ფიზიკურად, არც ერთ ივენტზე არ ყოფილვარ და შენი თვალით დანახული მაინტერესებს, მაშინ თუ ფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი ასე გაიზრდებოდა, აი როგორი დუხი რეალებდა. კი, მაგაზე ფიქრობდით თუ ვოცნებობდით თუ რაღაც შუაში, მაგორს შუაში იყო, მაგრამ იმენა საბაგიროს შენობამ 2012 წელს ძალიან ბევრი რამე შეცვალა, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანმა პროსტა დიდ მასას, ფართო მასას ვასწავლეთ ტერმინოლოგია. კულტურის თვალსაზრისით, რომ რას რა ქვია. რომ ნეგას ნუ მეძახი, შეჭერისა არ არის. ფაქტმასე არა, მაგრამ აი მაგალითად მანამდე ბატლები რაც სტარდებოდა, მართლა ყველა ძალიან underground იყო რა. ანუ თუ არ იცნობდი უშუალო ტიპს, ვინც ცეკვის ბატლზე გამოდიოდა, ან რაღაც რეპ ბატლზე გამოდიოდა, ვერასოდეს ვერ იპოვიდი მაგას. ხო, გასაგებია. აი იქ უფრო საჯარო გახდა იმ ადგილას, ხო? ხო, მე უფრო როგორი პონტი იყო, იცი, ვიღაცამ ეხა ბავშვი მოიყვანა რომ ეყურებინა ან რაღაცა ჩერეს YouTube-ი უკვე და გაბაზრდა რა, ანუ ისეთი იყო რა, მოედოსავით რა, ასე ვთქვათ რა და თან მუღამში შევიდა კამანდა, იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ სადრო გაგონილი გაკ და სადრო ლაივში ნახავ, აი წარმოიდგინე სპორტივით რა, ერთი არის რომ სტადიონზე ზიხარ და კომაგობ და მეორეა რომ სადღაც იქ უყურებ რა, რაღაცა იქ ჰაილაითები განახეს რა, სულ სხვა. და ეგ არის, მე მაგალითად ეგრე ვარ ფეხბურთზე რა, დიდად ვერ ყვევი. ან სტადიონზე ყოფნა მისწორდება. ხო, რა თქმა უნდა. ბევრ 1000 რა ვერ შევადარებ ვაფშე რა. კი ბატონო. მაგრამ ისე არ ვარ დიდი კომაგი. ეკრანი ხო, ემოციას არ გაძლევს ხა ვიდრე ლაივი. სტადიონზე სხვა თემაა. იგივე მოხდა მანდაც. ბეთლზეც ხო ვიყავი და მე ხა კი იცი შენც რომ აი თავიდანვე პირველი ბეთლები და რაც დაიდო, რაც დაიწყო PvP-მ ყველა ნანახი მაქვს და ანუ სულ ინტერესდებოდი და ანუ მაგით გავიცანი ეს ახალი ხალხი, ანუ ვინც პრინციპში თელმა საზოგადოებამ მაქედან გავიცანით ვიღაცა ტიპები ხა, ვინც მანამდეც მოძრაობდა და რაღაცა ყველას ვიცნობდი, და გიცნობდით, ოკეი, მაგრამ ნუ ახალი სახები მაქედან გავიცანე. ახლა უკვე აღარ არიან ახალი სახები, მაგრამ თავიდანვე ვიყურებ და ანუ ხო, როცა მოვხვდი ლაივზე, იქ უკვე ვაფშე სხვა ემოცია და სხვა ის იყო. თამჭა რა გამისწორდა, იცი, მართლა ის დრო მოვიდა, როცა ხალხი ანუ მარტო რეკლამას და მარტო რაღაცებს, ანუ ზედაპირულ რაღაცებს არ უყურებს. ტიპები ანუ ხასიათში გეძიებიან, ანუ ტექსტს რო დადებ, ტიპები ისე გისმენ, ანუ ისე გისმენენ, რომ ანუ ხო, არსობრივად იციან რა ტიპი ხარ. ანუ ტიპებმა იციან რა ტიპი ხარ, რა ტექსტს რო დადებ, რა იმენა რომ შენი ტექსტია და აი
მართლა თუ რაღაცა იქ არის იფეიქე და რაღაცა ტიპებმა ანუ უკვე იციან რა ტიპი ხარ რა ცხოვრებით ცხოვრობ ბრატ ხო ნამდვილი უნდა იყო რა ეგ ზოგადად ჰიპ-ჰოპში კი არის ისე მეორე მიმართულებაც აი ძალიან დადგმული ფლექსი ამბავი მაგრამ ეგ დიდხანს ვერ გაკაჩავს ხო უფრო ღირებული ნაღდია მაგას არსად არასოდეს დიდხანს არ გაუკაჩია მაგას აი წეღარო გაგვიარა ეხა მაგ ხალხს ერას ფიქრობ და ზოგადად ამ მაყუჩების თემაზე მე ჩემი აზრი მაქვს ჩემი პოზიცია მაქვს და დავაფიქსირე კიდეც Facebook-ზე დევს ის ვიდეო თავი და ბოლომდე მე და ბილი ვსაუბრობთ და ნუ რაღაცები ამოვჭერი და აქაც შევაგრე. ბიჭო როგორ იცი აქ არის ორი რეალობა რა ერთი რეალობა ის არის რომ ანუ მე ძალიან მიყვარს მოტოები ვაფშე მანქანები ყველაფერი სპორტული განსაკუთრებით და მაყუჩი და ხმა ანუ როგორ არის იცი მაგარ ავტომობილს ანუ მოტოს თუ ხმა არ აქვს ჩემთვის ნოლია ფასი ანუ ემოციურად ვერ ვამუღამებ რა კი ბატონო ანუ ვერვას რო უსმენ რა ხო V4-ს რო უსმენ 6 ცილინდრიანს რო უსმენ 1 ცილინდრიანს სხვა ხმა აქვს სხვა ემოცია აქვს რო ატარებს სხვა მუღამი აქვს რა და პროსტა ერთადერთი მე თავიდანვე არასოდეს არ მევასებოდა ჩახრეტილი და აი არა ხო ხელოვნურად გაფუჭებული არა ხო ანუ რაღაცა მოდის ხმა აქვს ისეთი რომ ერთმანეთში ვეღარც ვლაპარაკობთ და მე გამოვილის და 125 კუბიანია ვერც მიდის სწრაფად რომ ჩაგიაროს და ვეღარ გაიგო და მოდის და ტანჯულობს რა. და პლუს მაგას ეხლა კანონი რაც გამოუშვეს, ეგ არის სრული აბსურდი. მე პირდაპირ აი ხვდები, რომ ტიპები ვინც კანონი გამოუშვა, თავს იდებილებენ, ვითომ ვერ ხვდებიან რაშია საქმე, რომ პროსტა მაყუთი აწერინონ, სანამ ხალხი გაატრაკებს და ჩასწორდება აი ყველაფერი. ჩემი აზრით აი ეს დეციბელების საზომი უნდა ჩვენით იყიდონ. ჯერ მანამდე დააწერინებენ ამ კანონს ფულს და მე შესწრებიან იმ ფულით იყიდიან. ჩვეულებრივად. ხო, სიგიჟე არის. როგორ რაღაცა იცი, ეგ დეციბელის საზომი, ოკეი, მაგრამ სად ვზომავთ? უგრან ტყეში ვზომავთ, ქალაქის ცენტრში ვზომავთ. ანუ ეხლა მე და შენ ვლაპარაკობთ, აქ შეიძლება 70 დეციბელი იყოს. და როგორ შეიძლება მოტო 100 დეციბელი? 70 ვერ იქნება, მაგრამ ხო, ნუ სიტყვაზე რა. აი ხა აქ მანქანები დადიან, აქ ერთთან შეიძლება. ხო, ნუ აი ამ ადგილას შეიძლება იყოს, კი. ხო და როგორ შეიძლება მოტო 100 დეციბელი იყოსლიტრიანი მოტო? არ შეიძლება. კი ბატონო, მართლა. კი, ანუ ეხა ხამი რომ ვიღაცა მოდის და თან უსაფრთხოებასაც ეხება რა. უეჭ, თლად ჩუმით. კანონი როდის გამოვიდა? 2 კვირის წინ, ხო? და იმის რამდენი ავარია მოხდა? დღეს ჩემი ძმაკაც მიდიოდა ერთი ბაიკერის გასვენებაში და გზაში მეორე ტიპი დაიღუპა. დღეს, აი ხა 2 საათის წინ. კი, ოღონდ იმასაც ვერ ვიტყვით ეხლა რომ მანამდე არ ხდებოდა და რაღაცა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბოლო წელიწადს და ბოლო 2 კვირას. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის მანქანის ძღოლს ესმოდეს მოტოს ხმა, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ბევრი კუთხე არსებობს. ისეთი სადაც არ ჭას, მე თვითონაც მართავ მოტოს და აი უცებ ისე მოტოს კი არა მანქანას და უცებ ისე გამეჭიტება მოტო რომ აი ვერ ვხედავდი მანამდე სარკეში რა. ბიჭო, სარკეში ვერ ნახავ, მკვდარი წერტილები გაქვს სარკეში. მე მაინც მიყენია სარკეები მოტოზეც, მანქანაზეც, მაგრამ თავი მაინც უნდა გაწიო, აზრი არა, იმენა არ ჭირს. ხო და რაღაცა უნდა გაგაწევიოს ეგ თავი, ანუ ხმამ რა. ხმამ, ოღონდ ნუ რაღაცა ლოგიკური ეხლა შევეხები იმ საზოგადოებას წეღარო გაიარა აქ 5 წუთის წინ თუ რაღაცა და აი საშინელი ხმით პირველში არ შეცვალა სიჩქარე ბოლომდე ტვინი წაიღო. ხო, რა ტიპიო დააჯარიმონ, ყლეზენ კიდია რა. ეგ ტიპიო დააჯარიმონ, უეჭველი ღირსია, მაგრამ გადააგდე რა მესამეში მეოთხეში რა ლიტრიანი ტვიდი ხარ, მაინც წავა. არც ეგეთი აღმართი არ არის ხა, ხო, რაღაცა ისეთი ისიცახი რა. არ არსებობს. პროსტა როგორ არის, ცი, ანუ ნახე, თუ შემოიტანენ ადეკვატურ რეგულაციას, მე ზავარ. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით წყნეთის ცენტრში, VS Coffee ქვია ამ ადგილს. რუსთაველის 57 არის კოპალასთან. და რატო ვართ აქ? აქცია აქვთ სპეციალური, იმიტომ რომ ჭკვიანი ხალხია, სწორ ადგილას გახსნეს ეს ადგილი ბაიკერებისთვის. და ყველა ორბორბლიანის ძღოლისთვის 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ მეგობრებო. ასე რომ ეწვიეთ VS Coffee-ს, ვისაც 2 ბორბალი არ ყავთ და 4 ბორბლით დადიხარდა, თან ბოდიში და ელექტროთი. Fast charger-ი აქვთ ელექტრომანქანებისთვის, სხვათა შორის Tesla სტერის 9 საათში. მეტი რა უნდა ქნას მაგისა დავადი. მოდი გავგორდეთ ეხლა ცოტა, მე მგონი ზეც ჩადის და ხედზე? ხო, ხედზე მივიდეთ, იქიდან გადავიხედო და დრონიანი ლაშარო ვარ, ხوار დაგავის და ეგეთ ვაფრინოთ რა. წავედით. აი ხა ვილაპარაკოთ პირველ რიგში შენ მოტოზე. რა მოტოა? რა მატორია, რა კაცია, რა ქალია, რა ქვია, რა გვარია? ეს არის KTM Duke 790-იანი, ანუ 790 CC.
აჰა. 2 ცილინდრი, 4 ტაქტი და რავი, ხულიგანია, ოღონდ ძალიან დასტოინი ხულიგანია რა. გიხდება თან შენი სტილია. ბიჭო, როგორ არის, ცი ემოციების დონეზე ვერ მოვიბეზრეს მოტოციკლეტი რა. ხო, ვერ ამოუწურე ანუ ჯერ. არა, ანუ იმის ტრაკი რომ ექნება, რომ ამის შესაძლებლობა ამოუწურო, არ ვიცი ალბათ, შენძულოს ვიცავარ. რეპერობას და დიჯეობას თავს დავანებებ და იმ წრიურ რბოლაზე გავალ. კარგი, ბიჭო, პირველი ემოციები გაიხსენე და საერთოდ პირველი აღმოჩენა შეთვის ბაიკის და როგორ შეგიყვარდა? სუსუ პირველი არის სტანდარტული კლასიკური აი ისა ქვია ტერმინატორ 2-ში რო ტიპი ტერმინატორი რო მოტოციკლეტით მიდის გახსოვს? ტრაილერის ის რო არის და მოტოციკლეტის სცენა რა, აი მაქიდან რა, ხოაზე ხარ. კი ბატონო. ხო, დღემდე, ანუ მე თვითონ სტრიტი და სპორტი და ეგეთი სტილი მევასება რა, მოტოების, მაგრამ ვიზუალურად შენაირი ბაიკები და ჩოპერები ყველაფერი ძალიან მიზიდავს. ახლა რა მაინტერესებს კიდე იცი, ჩემ გადაცემას თუ უყურებ? რას შეგაცემას? კი, ცოტა მესმის, მაგრამ კი, უყურებ და მე ისე რა ქვია, ჩვენი პირველი ფეილიდან მაინტერესებდა ხოაზე ხარ რა, ვინ იქნება შემდეგი სტუმარი და ადრეც ხო კითხე, მეთქი მე რატომ ეძახი, ანუ მე რა შუაში ვარ, ანუ მე ახალი ვარ ამ სფეროში, ასე ვთქვათ რა. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ახალი ხარ თუ ძველი ხარ და რა შუაში ხარ, მაგის თქვა შემიძლია. ამ გადაცემის დედა აზრი არის ის, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ ორბორბლიან ტრანსპორტს და ამით ვაჩვენო ადამიანებს, რომ ანუ ბაიკერი როგორც ასეთი პროფესია არ არის თუ რა თქმა უნდა პროფესიონალი ბრბოლელი არ ხარ ან რაღაცა ეგეთი რა. 100%. ეს არის ჩვეულებრივად ტრანსპორტი და ნებისმიერი საინტერესო პიროვნება, ვისაც ვნახავ რომ ორი ბორბლით დადის, აუცილებლად თუ დავთანხმდება, იქნება ჩემი სტუმარი. იასნი, არა. საინტერესო კონცეფცია ძალიან, აი მართლა საინტერესოა. ამით მინდა ვაჩვენო ხალხს, რომ ანუ შეიძლება ექიმიც იჯდეს მოტოციკლებზე და შეიძლება, რავი, ხულიგანიც იჯდეს, შეიძლება რეპერი, როკერი, რავის, არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნება ადამიანი რა. კი ბატონო. ეგ ასწორებს. ხოდაშორის შენმა გადაცემამ ის ანუ ვიღაც საინტერესო ხალხი გამაცნო ორ ბორბალზე, ასე ვთქვათ რა. ხო, თუ დადიოდნენ ორი ბორბლით არ იცოდი ალბათ. ხო, არ ვიცოდი, ხო, ანუ მაგ ხალხს რო რაღაც თავისი თემიდან იცნობ რა, ანუ რა პროფესიისაც არის, რა სფეროშიც მოღვაწეობს და უცბად YouTube-ზე შედიხარ და აღმოჩენ რომ ვა, ტიპი ნახე რა ბაიკით დადის და ეგ ძალიან ასწორებს რა. ხო. ეხა იცი რა არის, ეს ერთგვარი ხრიკი იყო, მე მგონი ისედაც გასაგებია რო არ აუხსნა რომ შედარებით ცნობილი ადამიანებით ვიწყებ რა, ვიწყებ რა, უკვე მე-11 ეპიზოდი იქნება ეხა. ვაგრძელებ, ასე ვთქვა და ვაპირებ რომ ნაკლებად ცნობად სახეებზე გადავიდე, ოღონდ თავარია თავის პროფესიაში იყოს წარმატებული და რაღაცა ხო ხდები, საინტერესო პიროვნება რა. ანუ ასე ვთქვათ მეორე სეზონი გექნება. ხო, ნუ სეზონს ვერ დავარქვევდი, იმიტომ რომ ჯერჯერობით იმდენად იშვიათად ვიღებ პოდკასტებს, რომ სეზონის სახეს ვერ ვაძლევ რა. იასნია. ნუ ეგ ხო, დროებითია ეგ, მე უფრო ის მოგეხოდება, ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა უკვე სპონსორის დამსახურებით უფრო გაჩაღდება მუშაობა და შესაბამისად ჩავარდნები ნაკლებად იქნება. და რაც შეეხება კიდე სპონსორს და ჩემს მხარდამჭერებს, არ შეიძლება რო არ ვახსენო Action Pro Georgia, რომელიც მოიცავს GoPro-საც, რავი, Action 360-საც, ძალიან ბევრ მაუნტებს და რაღაცებს რა. GoPro Club Georgia-ს მოვიძახდი აქამდე, ესე სახელი გარდაერქვა, იმიტომ რომ სენატ შედიოდა მაგაში და ბევრი ისა კომპანია და ამი კომპანია რა დასახელება და ამიტომ გააერთიანეს ერთი სახელის ქვეშ და Action Pro Georgia ქვია. GoPro Club Georgia-სთან მქონდა ორჯერ შეხება და აი უძმესი ხალხია, აი მართლა მაგარი კამანდაა რა. კი, ძალიან კარგი ხალხია. მივედი, არაფერი არ ვიცი, არაფერი არ მესმის, არ გამეგება, რა მინდა ისიც არ ვიცი და აი ბოლომდე გადამყვნენ შენძობას ვიცავარ, მაგარი ხალხია მართლა. კი, ძალიან ჯიგრები და ასევე მაღაზია M Custom Parts-ი, მოტო ეკიპირებისთვის, მოტოს ნაწილებისთვის და რა თქმა უნდა გარაჟი 31, ჩემი მეგობრები, ჩემი ძმები, რომელთა დამსახურებითაც ყოველთვის ფორმაში ყავს მოტოციკლეტი.
ბაზარი არა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. და მე მგონი ამასობაში წვიმა დაიწყო, რა საოცარია. ბიჭო, არა, არ იქნება წვიმა. პროგნოზ დავყიდე. წვიმა დაიწყო. ბიჭო, რაღაცა ის არის, მე და შენ ერთად გადაცემის დადებაზე, წინააღმდეგობები იჩიტება და კარგის ნიშანია, მე მგონი, რაღაცა დიადი მოხდება. კი. ზოგადად ხშირად არის ეგრე, რომ კარგი საქმის დაწყება რო გინდა, რაღაცა ყლევები იჩიტება გზა და გზა. კი. წინაზე გახსოვს ის რომ მოგიყევი? და ცხეთიდან ჩემ პირველი ბაიკით ვარ რა, 200-იანით მოვგორა ცხეთიდან რა დიღომში რა. შემოვედი ქალაქში, ასე ვთქვათ და 1.15-20 სპორტი და სტრიტი გაიჩითა გიჟების ძმაო, აი მენა ყველა მოდიოდა გიჟივით, ოღონდ აი სრული ქაოსი იყო, მაგრამ ძალიან დასტოინი ქაოსი იყო რა და თავი მეგონა DMX-ის კლიპში შენ ძმობასკიცავა. აუ ხო, მახსოვს წინაზე რო კითხე, გავლენა ხო არ ქონია ისა DMX ეგ იყო როგორი პონტი იყო, იცი? აი პირველ მოტოციკლეთს რო იყიდი და ზუსტად რო არიცი ჯერ რა გინდა და როგორ გინდა რა და უცბად მაგდვიჟენიაში რო გავიჩითე, მეთქი აი თურმე რა მინდა. ანუ აი ეგ ყოფილა რაც ყოფილა თქო რა. მოდი გავჩერდეთ ხედზე და ისე ვილაპარაკოთ, არა? ბაზარი არა. კაი ხედია თან. ძალიან გამისწორდა რომ მოვახერხეთ გადაღება, მიუხედავად იმისა რომ ცოტა დაგვიბნელ და მე მგონია რომ მაინც ლაბაზი კადრები გამოგვივა. ჯო კი? რაიდებზე თუ დადიხარ ვინმესთან ერთად რა კამანდა, ანუ გასაგებია ხარ რომ ჩვენთან ერთად არ იჩითები ამ კლასის ხალხთან ერთად, მაგრამ ბიჭო, რავი, საკმარისად ისეთი დასტოინი სიჩქარით რო ივლით, გავიჩით. ბიჭო, ეხლა როცა გავდივართ იქ გაშილზე, არა, შენაირი ბაიკი მიტარებია, ისა სპორტსტერი 1200-იანი რა. ახლობელმა დამიტოვა გასაღები, ბაიკი ჩაამბარა, 6 თვით წავიდა ბალიში და კაროჩე ერთი 5 ჯერ გამოვედი ქალაქში და მივხვდი რომ აი ტრასაზე მაგრა გამისწორდა. პროსტა ერთი მინუსი ქონდა, რის გამოც უკან დავაყენე გარაჟში. კაროჩე აეროპორტში მივდიოდი, უნდა ამეყვანა მეგობარი რა. მომესვა და წამოსულიყავით და მეთქი აი აეროპორტის გადასახვევით და ეხა მეთქი შევანელებ გადაუხვევ ხო და ვერც შევანელე და ვერც გადავუხვია და მეთქი რა ხდება სადავა ძიმე აღმოჩნდა ხო ბიჭო არა ტორმუზებდა ეხა ამას რო ჩავაჭერ აი 10-20% ხო იმენა აქვავებს რა კი აი ამას პროტეზი თუ გაგაყრევინებს ცოტა ადრე უნდა დაიწყო ფიქრი გაჩერებაზე ამით მივხვდი რომ ჯერ არ ჩერდება მე მივხვდი რომ არ უხვევს და წავედი სადღაც იქ რა ლილოს გავწდი და რამე თუ მოგსულია ისეთ ინციდენტი ანუ ავარიის მსგავსი კი რანაინც გინაგაც ბრალეულობა შენი დაწყები იყავი თუ ბიჭო ხო ანუ ერთხელ ნახევრად სლიკი პაკრიშკებით ვიფიქრე ოფროუდზე გადავალ ვიკაიფებ ოპა გადავედი რა ნუ აი ხო რა ხოზე ხარ მე სახით ვიხოხე მეთქი რა კაია ფულ ეკიპი მაცვია თქო გავი ნუ კაროჩე კი რა ერთი ორჯერ რაღაცა როგორი ნიშანი იყო იცი გზაზე აი რობნელდება ის ნიშანი აღარ ჩანს რა ა ტიპმა დაატრიალა რული არ გახედა მეც არ გავხედე და ვაკოცეთ ერთმანეთს. უი, მანქანას? ხო, მე არაფერი არ დაემართა, არც მანქანას, არც მე, იმიტომ რომ პაკლიშკა მივარტყი ბამპერზე და მე წავიქეცი მოტოს რამ. არ გიხოხია? 1.5 მეტრი. მოტო არაფერი ისე 1 მეტრი. ნუ 20 მეტრის მერე ხრეშზე 5 მეტრი ასფალტზე кай პონტია. მოტოციკლეტის ოღონდ სხვა მოტო მყავდა მაშინ, რამა მომხვდა კოჭში. დამცავი მქონდა კიდევ კაი და როავდექი ესე მართლა ტერმინატორებით დავასკანერე. ხელები ადგილასა, ფეხები ადგილასა, თავი ადგილასა, ორი ნაბიჯი გადავდგი, ფეხი მოვიტეხეთ ხო და მესამე რო გადავდგი, არა, მეთქი მოფეხილი. შემიძლია სიარული. წავედი სახში, ესე ფარი მეჭირა ცალხელში. ეს ფეხი, მარჯვენა ფეხი ესე გაშვერილი მქონდა. ტიპა სად მიდიხარ სასტრაფოს დაუძახე, მეთქი არ მინდა სასტრაფო, კარგად ვარ. ანუ არ შეხარ გამონაკლისი, ხო? ბიჭო, კიდე რა მაინტერესებდა, ის იყრანდა, მოვიწდა იქ რომ მეკითხა მაშინ უფრო შემოქმედებაზე და მუსიკაზე ვლაპარაკობდით და გეგმები მაინტერესებს შენი, იმიტომ რომ შენი ვაიბი მომწონს რა, რაღაცა old school-ი დუხი მოაქვს, რაღაცა. ბიჭო, რა მე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც old school-ია, ჩემთვის ყველას დუხი ჩემთვის ეგეთი მოაქვს რა. ხო, დუხი ხო, მე ვხვდები შენასაც ამბობ, ეხა ამჟამად მუშაობ ბევრი ტრეკი დამიგროვდა, ბევრი დემო დამიგროვდა და წერდა, რავი, მიდის რა. არა, სინგლებად დავდებ, პროსტა კლიპებს გადავიღებ, დავდებ რა, სინგლებად. ან პროსტა გადავიღებ, ხოაზე ხარ რა. ეგ თემა, ჩემი სტუდია მაქვს, ასე ვთქვათ, მოსწავლეებიც მყავს.
აი მაგაზე მინდა კიდე ლაპარაკი, იმიტომ რომ ნახე ვიდეოები, დაგიწყია ეგ ამბავი. კი, кайხანია დამიწყია, პროსტა მე ხო იცი ატიპი ვარ, დიდად ბევრს არაფერს არ ვდებ რა. სიმართლე გითხრა ერთხელაც არ მაქვს რეკლამა გაკეთებული მაგ საკითხის რა, ასე ვთქვათ რა. ხო და მოდი ეხა აქ ვთქვათ, კაცო და თუ ვინმეს დაინტერესებს თუ ადგილი არა გაქვს და როგორ არა, კი, კაცო, არა, ყველაფერი მაქვს. ხო და თუ ადგილიც გაქვს და მონდომებაც გაქვს, თქვათ, იმიტომ რომ მაგალითად მე ხა წეღა რაც შემომთავაზი, მაგას არ გავმაზა, უეჭველი მოვალ. და გადავიღოთ კიდევაც ცოტა ვიბოდიალოთ რაღაცები. ყველაფერი მაქვს, კამერებიც მაქვს. იდეაში მე მაგის დახვეწა, იმიტომ უფრო მინდა, რომ ჯერ ხომ მაგით გავერთოვი, ეგ ჩემი სფერო არ არის, მაგრამ მერე უკვე ვინილზე ჰაუსის დაკვრას დავიწყებ, ისე წავა ხელი, რომ არ დავიწყებ იქ სინქრონიზებნას რა. არ დაგჭირდება. თავარი ხელი მიეჩვიოს რა. არ დაგჭირდება. ეხლა ჩემ მოსწავლეებს ვისაც ნულიდან დაუწყე ახსნა, ასე ვთქვათ, ანუ ისეთი ბაზა აქვს უკვე, რომ არ ჭირდებათ სინქრონის რაღაცა კნოპკა, იმიტომ რომ ვეღარ კაიფობენ. ანუ ეგ თუ მაქვს მე არა, სინქრონის კნოპკას არ ვიძახი, მე ვიძახი იმაზე, ვინილით დაკვრაზე. იქ სინქრონის კნოპკას ვინილით რანაირად იხმარ. არ არსებობს. ხო და თქვათ, სადა გაქვს ტერიტორიულად? ტერიტორიულად მე კი ვიცი, მაგრამ თქვათ, თამარმეფის ცეხის ტერიტორიაზე, თამარმეფის 18 ნომერში და რავი, ლინკი დავაყოლოთ და გადმოვიდნენ ლინკზე და მოიწერონ. რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება მეგობრებო, გოჩას ინსტაგრამის და რავი, რა ლინკიც სჭირდება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მეწი კიდე ერთხელ და კიდე დამითმედ რომ ჯერ ერთი რომ ჩვენ ისედაც უგვიხარია ერთმანეთის ნახვა და კი ბატონო, კამერების გარეშე. პროსტა შევიცვალეთ ეხლა ცოტა ცხოვრების სტილი და ბარებში აღარ დავწოწიალობთ ისე როგორც ადრე. ხო. არა, თან ისეთი პონტია, რაც შენი პროფესია, ისეთი პონტია, ანუ ხალხი რო ისვენებს კლუბში და ბარში მიდის და მე რო ვისვენებ ჰამაკში მინდა წოლა. კი, მოგწინდა ცოტა. არის ეგ. მოდი ეხლა ცოტა დრონი ვაფრენოთ, ხალხს დავემშვიდობოთ და ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, 2000 გამომწერს გადავწდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ჰელს ძალიან დიდი მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენ ერთად ბევრ შეძლო. ამას აჭავსო რა თქმა უნდა.